მოგვიყვება ისტორიებს ღაბარებს ბუქუნებთან ერთად მოусმინე ამბებს ბაბუ მოგვიყვება ისტორიებს ღაბარებს ბუქუნები 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 ჩემი მანქანა უფრო ძლიერია იაგუარის მოსტექტრაქია მოდი ვითომ შენსაც გადაუვლის ბაბუ მგონი ბუქუნების ცილის დროა უკვე სანამ მშობლებს მოუკითხავთ დავაძინოთ ტარკი აბა უკვე გვიანია ხომ ნახეთ როგორ გაგვაფრთხილა ბებო წავიდეთ ახლა გავემზადოთ დასაძინებლად ბაბუ რამე მოგვიყევი წილის წინ და მერე დავიძინებთ მე ვიცი კომპლექს გაგრძელება მოყვეთ როგორ ცხოვრობდა ცხვრებთან ერთად კარგი გავემზადოთ და ერთ ძალიან კარგ ზღაპარს მოგიყვებით კომპლექს გაგრძელებას მოგვიყვები ხო ბაბუ არა ბაბუ დღეს მოგიყვებით ერთ ძალიან ლამაზ და დაკვირვებულ გოგონაზე მე ვიცი წითელ ქუდაზე ხომ ბაბუ მართალია აბა ვინ დაიწყებს ზღაპარს მე დავიწყებ იყო და არა იყო რა ღვთის უკეთესი რა იქნებოდა ეხა შენ გააგრძელე ბაბუ ერთ დღის პირას ოფელში პატარა გოგონა ცხოვრობდა მას მუდამ წითელი მოსასხამი ეცვა და წითელი ქუდი ეხურა. ამის გამო მას წითელ ქუდას შეარქვეს. ერთ დილას წითელ ქუდას დედამ დაუძახა და უთხრა. ბები ავად გამხდარა. ამ კალათში ის ნამცხვარი დევს, რომელიც ძალიან უყვარს. წადი მასთან და მიუტანე. შენი ნახვაც ძალიან გაუხარდება და ნამცხვარიც ესიამოვნება. ბებია თხის მეორე მხარეს ცხოვრობდა. ამიტომ მასთან მისასვლელად წითელ ქუდას ტყე უნდა გაევლო. მივიჩქარი ბებიასთან წითელი მოსასხამით კალათა გისავსე მაქვს სასმელ ფუნდუშეულით მივალბლებო სუმღერებ ძამალს დავალევინებ როგორ მიყვარს ჩემი ბებო მალე გამოჯამთელდეს როგორ მიყვარს ჩემი ტყეში მიმავალი წითელ ქუდა ერთმა მაწანწალამ შიერმა მგელმა შენიშნა. მგელს პირზე ნერჭყვი მოადგა. მაგრამ ვერაფერი მოუხერხა წითელ ქუდას ვინაიდან იქვე მონატირე ეგულებოდა. ამიტომ მივიდა წითელ ქუდასთან და ჰკითხა. საით მიდიხარ წითელ ქუდა? ბებიას სანახავად მიდივარ. ბებიასაც ცხოვრობს? ის მეორე მხარეს რომ ლამაზი სახლია წითელი სახურავით იქ ცხოვრობს. კარგი წითელ ქუდა. აბა კარგად იყავი. როგორც კი წითელ ქუდას დაემშვიდობა, მგელი მაშინვე გაიქცა. იფიქრა, ჯერ ბებია შევჭამ, შემდეგ წითელ ქუდას და ბოლოს ნამცხვარიც მე დამრჩებაო. მან ბებიას სახლამდე მოკლე გზა იცოდა და გადაწყვიტა იქ წითელ ქუდაზე ადრე მისულიყო. მართლაც, მგელი უფრო ადრე მივიდა ბებიას სახლთან და კარზე დააკაკუნა. ვინ არის? შენი შვილი წითელ ქუდა ვარ. ავად ვარ. მიჭერს აწკომა. გთხოვ ურდული გადასწიე და გარეთ გაიღება. გადაწია მგელმა ურდული, გააღო კარი, შევიდა ოთახში და ბებია გადასასლა. შემდეგ დაკეტა კარი, ჩაიცვა ბებიას ტანსაცმელი, ჩაწვა ლუკინში და წითელ ქუდას დაუწყო ლოდინი. მალე წითელ ქუდაც მოვიდა და კარზე დააკაკუნა. რომელი ხარ? წითელ ქუდა ვარ ბებია. ურდული გასწიე და კარი გაიღება.
გადასწია წითელქუდა მურდული, გააღო კარი და ბებიასთან შევიდა ოთახში. დახედა წითელქუდამ სატოლში მწოლ ბებიას და ცოტა ეუცნაურა მისი გარეგნობა. ამიტომ კითხა: ბებია, რატომ გაქვს ასეთი დიდი ყურები? იმიტომ რომ კარგად გავიკო შენი ხმა, ჩემო გოგონა. ბებია, რატომ გაქვს ასეთი დიდი თვალები? იმიტომ რომ კარგად დაგინახო. ბებია, რატომ გაქვს ასეთი დიდი ხელები? იმიტომ რომ მაგრად ჩაგეხუტო. ბებია, ასეთი დიდი და საშიში კბილები რატომ გაქვს? იმიტომ რომ კარგად შეგახრამუნო. გააღო მგელმა პირი და შეახრამუნა წითელქუდა. საბედნიეროდ სწორედ ამ დროს ბებია სახლთან მონადირემ ჩამოიარა. გაიგონა სახლიდან გამომავალი უცნაური ხმაური და გადაწყვიტა ენახა რა ხდებოდა. შევიდა მონადირე სახლში, ნახა მუცელგაბერილი მგელი და მიხვდა რაშიც იყო საქმე. მაშინ უესროლა თოფი მგელს, გაუჭრა მუცელი და გადაარჩინა ბებია და წითელქუდა. ესეც ასე, ჭირი იქა, ხინი აქა, კატო იქა, ქვილი აქ. ახლა ძილის დროა ბაბუს სიხარულებო. ბაბუ, რატომ დაელაპარაკა წითელქუდა მგელს? ხომ იცოდა რომ უცხოებთან ლაპარაკი არ შეიძლება. მართალი ხარ, ბაბუ. უცნობ ხალხთან საუბარი შეიძლება მართლაც საშიში იყოს, მაგრამ გახსოვდეთ ბაბუს გულებო. ზღაპრებში ხშირად გმირები სწორედ იმდომ უშვებენ შეცდომებს, რომ ჩვენ შემდეგ რაღაც ვისწავლოთ. ამ ზღაპრითაც გავიგეთ, რომ არ შეიძლება უცხო ადამიანს სრულად მარტომყოფმა გაესაუბრო და რაც მთავარია მოუღო შენი ან შენი ოჯახის წევრების შესახებ. ბაბუ, დედამ რატომ გაუშვა მარტო წითელქუდა ბებიასთან? ხომ იცოდა საშიში წე რომ უნდა გაევლო. კარგი კითხვაა, ლიზი. ნამდვილად არ ვიცი, რატომ გაუშვა დედამ მარტო წითელქუდა. შეიძლება წითელქუდა სულ პატარა ძამიკوان დაიკოღავდა და დედამ სახლში მარტო ვერ დატოვა. შეიძლება სხვა ბევრი პასუხიც იყოს. თავარია ყველაფერი კარგად დასრულდა. ბაბუ, გელი მარტო რატო ცხოვრობდა ტყეში? წარეშინოდა? ესეც კარგი კითხვაა, ნიკო. ზოგადად მგლები მარტო არასდროს არიან და ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ. წითელქუდაში მგელი შეიძლება დაკარგული იყო და ამიტომ დაიარებოდა მარტო. კარგით ახლა, გვეყო შეკითხვები. გვიანია. აბა ძილინებისა ბაბუს ბუქუნებო. ძილინებისა ბაბუ. კბილი ძილი ბაბუ. ძილინებისა